საშობაო ზარის სასწაული. პატარა ქალაქში სახელად ჰოლოუ, ყველა მცხოვრების საყვარელი დღესასწაული შობა იყო. სახლები ლამაზი განათებით ციმციმებდა. ყოველი კარი მორთული იყო საშობაო გირლანდებით და მთელ ქალაქში ჯანჯაფილის ორწყობილების საოცარი სურნელი ტრიალებდა. ქალაქის ცენტრში დიდი და მბზინავი ნაძვის ხე იდგა, რომლის წვერსაც ოქროსფერი, ნატურის საშობაო ზარი ამშვენებდა. უბრალო ზარი არ გეგონოთ, ჯადოსნური ზარი იყო. ყოველ შემთხვევაში ქალაქის მაცხოვრებლებს ასე სჯეროდათ. ზარი ყოველ შობას შუაღამისას რეკავდა და ერთ სანუკვარ ოცნებას უსრულებდა ადამიანებს. მაგრამ იმ წელს ძალიან ცუდი რამ მოხდა. ზარი გაქრა! იყვირა შეშფოთებულმა ქალაქის თავმა. არსადაა ჩვენი ზარი. მთელი ქალაქი ნაძვის ირგვლივ მოედანზე შეიკრიბა და ყველას ძალიან შეწუხებული სახეები ჰქონდა. მათი შობა ხომ ვეღარ იქნებოდა ძველებურად ბედნიერი და ხალისიანი, ჯადოსნური ზარის გარეშე. პატარა გონიერთ და გულად გოგონას ელენეს ძალიან უყვარდა თავსატეხების ამოხსნა და მაშინვე გადაწყვიტა, აუცილებლად ეპოვა უგზო-უკლოდ გამქრალი ზარი. მე მოვძებნი და დავაბრუნებ. განაცხადა მან მტკიცედ. ელენეს გვერდით მისი საუკეთესო მეგობარი, მაქსიმე იდგა. გოგონას გადაწყვეტილებამ ბიჭი შეაფიქრიანა და ხმადაბლა ჰკითხა. მე ჩვენთან ერთად წამოვალ, მაგრამ ვაი და საშიში იყოს რამე. თავისით ხომ ვერ გაქრებოდა. იქნებ ბოროტმოქმედების ბრალია. საფრთხეში ვიგდებთ თავს. შეიძლება ასეცა, მაგრამ აუცილებლად უნდა ვცადოთ. უპასუხა ელენემ. ამაზე ხომ ჩვენი პატარა ქალაქის შობის სიხარულია დამოკიდებული. ელენემ და მაქსიმემ ნაძვის ხის ირგვლივ ხელთ ჩასაჭიდი მინიშნებების ძებნა დაიწყეს. რაიმე კვალი ხომ უნდა დახმარებოდათ გამოძიების დაწყებაში. უცებ თოვლის სითეთრეში რაღაც მბზინავს და მოელვარეს მოჰკრეს თვალი. მისკენ დაიხარნენ და ხელთ ოქროსფერი ბუმბული შერჩათ. ეს ნამდვილად ოქროსფერი ბუმბულია. წამოიძახა ელენემ. პატარა ვიყავი, ბება მიყვებოდა ხოლმე მასზე. ის მარადმწვანე ჯადოსნურ ტყეში ცხოვრობს და სიბრძნისგან ზიცავს. მარადმწვანე ტყე ჯადოსნური ადგილი იყო ქალაქისაგან მოშორებით. ბევრ ადამიანს ეშინოდა იქ წასვლის, რადგან როგორც ამბობდნენ, ხეები ღამით ჯადოსნური ნათებით ელავდა და ქარს ჩურჩულისა და ბუტბუტის გაურკვეველი ხმები მოჰქონდა. მაგრამ ელენე ხომ უშიშარი გოგონა იყო და ასეთი რამეების საერთოდ არ ეშინოდა. წავედით, მაგს ერთად თუ იქნებით, ყველანაირ საფრთხეს გადავლახავთ. თქვა მან და მეგობარს ხელი გაუწოდა. მაქსმა შიში დასძლია. ელენეს ხელი ჩასჭიდა და მეგობრები მოჯადოებული მარადმწვანე ტყისკენ მიმავალ ბილიქს დაადგნენ. მართლაც სიზმარს ჰგავდა მოჯადოებული ტყე. ხეები ელავდა და ჰაერი გაურკვეველი ჩურჩულით იყო სავსე. ელენე და მაქსი ფრთხილად მიაბიჯებდნენ. ცდილობდნენ ყურადღება სხვა რამეზე არ გადაეტანათ და გულდასმით აკვირდებოდნენ ოქროსფერი ბუმბულების კვალს. კვალი ხანი კარგებოდა, მაგრამ მერე ისევ მოულოდნელად გაილიცლიცებდა ხოლმე ტყეში ჩამოწოლილ ბინდბუნდში. ბავშვებს თანდათან დაღლა დაეტყოდ, შიმშილმაც შეაწუხა. ჩანთაში შემთხვევით შემორჩენილი შოკოლადის პატარა ფილა გაინაწილეს და ერთი ნატეხი გადაინახეს. ვინ იცის, რამდენ ხანს მოუწევდათ ტყეში ხეტიალი. თოვლმა ფეხსაცმელები დაუსვლა და დაუმძიმა. გზა კი არა დაარილეოდა. და აი მოულოდნელად თვალი კაშკაშა ნათებამ მოსჭრათ და მაღალ ტოტებ გაშლილ ფიჭუზე დიდი ოქროსფერი ბუ დაინახეს. ოქროსფერ ბუს ბრიალა, მოციმციმე თვალები ჰქონდა და გულზე ქალაქიდან გაუჩინარებული ზარი ეკიდა. ის არის მაინც ვიპოვეთ. წასჩურჩულა გახარებულმა ელენემ მაგს. ბუ უძრავად იჯდა და არც ბავშვების გამოჩენას დაუფრთხია. მიუხედავად იმისა, რომ თვალები ღია ჰქონდა, თითქოს თვლემდა და ვერაფერს ხედავდა. მაგრამ როგორც კი ბავშვებმა ხელები გაიწუდინეს და ზარის ჩამოხსნას შეეცადნენ, ოქროსფერი ბუ შეირხა. თვალები აახამხამა და თქვა. ზარის ასაღებად სამი გამოცდა უნდა ჩააბაროთ. სიკეთის, სიმამაცის და მეგობრობის. ეს მარტივი არ იქნება. ერთიც რომ შეგეშალოთ, ზარი სამუდამოდ ტყეში დარჩება. ჩავაბარებთ. მტკიცედ თქვა ელენემ და მაქსიმეს გამამხნევებლად გადახედა. ბუმ ბავშვებს ანიშნა გამომყევითო. ფრენა-ფრენით გაუძღვა წინ და გაყინულ ტბორთან, პატარა აკანკალებულ ციყვთან მიიყვანა. ეს სიკეთის გამოცდაა.
თქვა მან. დაეხმარეთ ციყვს. ელენემ თავისი ხალთათმანები გაიხადა და ციყვს ჩასათბუნებლად შემოახვია. მაქსმა კი ამასობაში ტოტებისა და ფოთლებისაგან პატარა თავშესაფარი აუშენა. მერე დარჩენილი შოკოლადის ნატეხი აჭამეს და მოაღონიერეს. სრუნვამ ციყვი გაათბო და ბედნიერად აწრიბინდა. ცოტა ხანში ძალაც მოემატა. ყოჩაღა დაცოცდა ხეზე და თავისი სოროსაკენ მიმავალ ტოტების გზას დაადგა. სიკეთის გამოცდა ადვილად ჩააბარეთ. თქვა ბუმდინჯად. მომყევით. ახლა ბავშვები ბნელ გამოქვაბულთან მიიყვანა, რომელსაც ბოლო არ უჩანდა და პირი ისე საშიშად დაეღო, გეგონებოდა თელ ქვეყნიერებას გადასანსვლას უპირებსო. ბუ გამოქვაბულის კიდეზე ჩამოჯდა და ბავშვებს მიმართა. ეს სიმამაცის გამოცდაა. გამოქვაბულის სიღრმიდან მოციმციმე ვარსკვლავი უნდა გამოიტანოთ. ელენემ და მაქსმა ერთმანეთს ხელები ჩასჭიდეს და შიგნით ფრთხილი ნაბიჯებით შეაბიჯეს. გამოქვაბული ბნელი, ცივი და საშიში იყო. უცნაური ხმები ესმოდათ. გაურკვეველი სიცილი და ხარხარი, რომელსაც ტირილი და ქირქილი ენაცვლებოდა. უკუნ სიბნელეში ხან რაღაც გაიელვებდა და გამოქვაბულის კედლებზე საზარელი აჩრდილები ისახებოდა. ფეხებზე გაურკვეველი ცხოველების გადარბენას გრძნობდნენ და აბლა ბუდები ობობებით იყო სავსე. ძალიან ეშინოდათ, მაგრამ არ დანებდნენ. ყველა შეკრთომაზე ერთმანეთს ხელს ძლიერად უჭერდნენ და მაინც წინ და წინ მიიწევდნენ. მათ სიმამაცეზე ხომ მთელი ქალაქის შობის ბედნიერება იყო დამოკიდებული. როგორც იქნა გამოქვაბულის ბოლოს მიაღწიეს. ადვილად იპოვეს მიწისქვეშა პატარა ტბის გულში მოციმციმე ბროლის ვარსკვლავი და სირბილით გამოიტანეს გარეთ. ვარსკვლავის შუქით განათებული გამოქვაბული ისეთი საშიშიც აღარ მოეჩვენათ. თქვენ სიმამაცის გამოცდაც საკმაოდ მარტივად ჩააბარეთ. უთხრა მათ ცოტა არ იყოს და გაკვირვებულმა ბუმ. ბოლო გამოცდის ჩასაბარებლად ბუმ ბავშვები ყინულით დაფარულ ბორცვთან მიიყვანა. ბორცვის წვერზე მათი ქალაქის ზარი მოჩანდა, რომელიც ბუს იქ მაშინ აეტანა, როცა ბავშვები გამოქვაბულში იყვნენ. ეს კი ბოლო და ყველაზე მთავარი, მეგობრობის გამოცდაა. ბორცვზე ერთად უნდა აძვრეთ და ზარი აიღოთ. უთხრა ბუმ ბავშვებს და ოქროსფერი ბუმბულები ნისკარტით შეისწორა. მაქსმა ხელები ერთმანეთს გადააჭდო, საფეხურივით შეაშველა ელენეს და გოგონამ ბორცვზე აძრომა დაიწყო. როცა ფეხი ყინულზე შედარებით საიმედოდ მოიკიდა, ახლა მან შეაშველა მაქს ხელი. ტანსაცმელში ჩაეჭიდა და ზემოთ აკაჩა. ასე გააგრძელეს ზევით აცოცება. ჯერ ბიჭი ეხმარებოდა გოგონას და ბიძგს აძლევდა, მერე გოგონა ბიჭს ზემოთ ეკაჩებოდა. ძალიან დაიღალნენ და არაქათი გამოელიათ, მაგრამ ნელ-ნელა ზარს მიუახლოვდნენ. ის იყო ელენემ ხელი გაიწვდინა და ზარს ჩასჭიდა, რომ მაქს ყინულზე ფეხი მოუცურდა და ვარდნა დაიწყო. ელენეს წამიც არ უფიქრია, ზარი მოისროლა და ბიჭს ტანსაცმელში ჩაეჭიდა. მთელი თავისი ძალა მოიკრიბა პატარა გოგომ და შეძლო, რომ ბიჭი შეეკავებინა და ბორცვზე აძრომაში დახმარებოდა. ბევრი წვალების მერე, როგორც იქნა გაყინული ბორცვის წვერზე, ძალა გამოლეულები მიეყარნენ და ერთმანეთს სიამაყით გადახედეს. თქვენ დაამტკიცეთ, რომ მართლა ზღირსეული ბავშვები ხართ. მართალია ზარი დათმეთ, მაგრამ სინამდვილეში ამ საქციელით დაიმსახურეთ ის. აიღეთ, ზარი თქვენია და დაუბრუნეთ თქვენს საყვარელ ქალაქს. ელენე და მაქსიმე სირბილით დაბრუნდნენ ქალაქში და გახარებული ქალაქის მაცხოვრებლების მხიარული შეძახილების თანხლებით დააბრუნეს ზარი საშობაო ნაძვის ხის წვერზე. შუაღამეს ზარმა დარეკა. მისი ლამაზი ხმა ჰაერში გაწკრიალდა და მთელი ქალაქი ჯადოსნური სხივებით აკიაბდა. ბედნიერმა ქალაქის თავმა გმირ ბავშვებს ხელი ძლიერად ჩამოართვა და უთხრა: მთელი ჩვენი ქალაქის სახელით მადლობას გიხდით, ბავშვებო. თქვენ ჩვენი შობა გადაარჩინეთ. მეგობრებმა ერთად შევძელით ეს. უთხრა სიხარულისაგან თვალებ გაბრწყინებულმა ელენემ. იმ ღამით ელენე და მაქსიმე თავიანთ თბილ სახლებში აგიზგიზებულ ბუხართან ცხელ შოკოლადს რუპავდნენ და ორივე ძალიან ამაყი იყო საკუთარი საქციელით. შობა ხომ მხოლოდ საჩუქრები, ტკბილეული და ფერადი მორთულობები არ არის. შობა ხომ ადამიანებისთვის სიკეთის, სიმამაცის და ერთმანეთის თანადგომის ყველაზე ლამაზი დღესასწაულია. შორს კი დაფიფქულ ფანჯრებს მიღმა, ისევ გაისმოდა ზარის იდუმალი წკრიალი. გეგონებოდა ბავშვებს ეხმიანებოდა. ოჩახო.